ჰერპესი ამომდის. ჰერპესის საწინააღმდეგო მაგალითად მეც მაქვს, ზოვირაქსი. არა, ეს ჩემი first aid kit. აჩი არის. აი აქ ამ ხელაზე ამომდის ხოლმე ჰერპესი. ეს დაიკარე იმენა ეგ სადაც გაქვს. დავტესტოთ. მადლობა. აი დავიკარი. ვერ გრძნობა. ლაგდებით, მაგრამ ჩემი შორტი არ გაშრა. ცოტა ცივა, მოღრუბლულია მინდია. როგორი სიცივისგან გავიღვიძე იცი? და დილით იმენა ზაგ-ზაგით გავიღვიძე და მე ყოველთვის საბანი მაფარია ცივა, ცხელა, რა ვიცი, იწვის ქვეყანა. ნარჩენის უფრო აქვს. ნიკამ ტოსტერში ჩააგდო ყველი. ახლა იღებს, მაგრამ ვერ იღებს. ამოატრიალე. ეს შიგნით ორი ცალი მოცარელა. აბა, მაგრამ ხამისებობა. ოჰო. ქვე ტოსტერში რკინა არასოდეს არ ჩაყოთ. ყოველთვის გათიშეთ ჯერ დემიდან. შენი მე არ დაიშალო. მოეტიაკ. დავარჩინეთ ტოსტერი. ჩაი გავიკეთე და აღარ მახსოვდა რომ ახალი ადუღებული წყალი იყო და მოვსვი პირდაპირ გეგმმა ცივი წყალია. ვეღარ ვგრძნობ ენას. ნივრიანი ბრუსკეტი მომეწონა. ლეისი ვნახოთ. შოკოთი და არერნით არის. უყურაშენ. კაია. უფრო მძაფრ არომატს კი ვისურვებდი, მაგრამ აქეთ. იქ არის ჩემი მანქანა. ყველაფერი ადგილზე აქვს. არაფერი არაკლია. მილე ჩაკალელი ბიჭო ხალხი. ყოველი გასვლისას აუცილებლად ვამოწმებთ მანქანას. აბა რა ხდება? ნახოთ, წყალი არის. ნამდვილად არის. აქ მაგ წყალი ჩასამატებელი. ნიკამ გასართობი ნახა. ეთამაშება კატას. სულ ხوار მოგსად. ყველაფერი რიგზეა. ხოდა დავიწყებით. ჩვენი პანმოცო, ტაბლა, PSP. გამოვა. და საკუთი მithავდება და 100 დოლარი ბენზინგასამართი. არ გეყოფა 500 კილომეტრი? რა 500 კილომეტრი? შეხედე საკუთის იმას. გამიშვი ხელები და ყველაფერი არის ბენზინგასამართის გარდა ეს ადგილი. იმედია დიზელი არ ესხება ბენზინში. 4 ლარამდე გასაწვა. ჩოკილა, იტიკი. შეხედე რომ ხელობებელა. რას გავს მანქანა? რა ვქნა? ჭამა არ მოხერხდა, არ ქონდათ საჭმელი, მაგრამ Red Bull ვიყიდე. კანადური მოცვის არომატით ქონდათ Red Bull და რა თქმა უნდა წამოვიღე რომ გამესინჯა. რა გაისუნი აქვს. აუ გემრიელია ძალიან. ვაუ, რა კაია. ამ შოკოლადს აქვს შიგნით ალუბალი და ჩემს ბავშვობაში იყო დამწრობის გრძელი თითებისნაირი და შიგნით ქონდა ალუბლის ჯემი. და რბილი იყო ძალიან და უგემრიელეს და ახლა აღარ იყიდებ ეგეთები. ამ შოკოლადს აქვს ზუსტად მაგის გერმა. ბავშვობა გამახსენა. ქვეყნის სამშვიდო მოდრედგება. მთელი ბავშვობა ეზოში რომ თამაშობდი ხოლმე, ყველგან ეყარა ესეთი S ფორმის, ის ფორმის რკინის რაღაცები, რაც არასწორწოდი რა იყო. ყველა ეზოში ეყარა. ნიკა შენთანაც ხო?